ეს манипуляციის შესანიშნავი მაგალითი, როდესაც ცდილობენ რომ PR ტექნოლოგიების გამოყენებით კარგი დადებითი მესიჯები მიიტანონ მოსახლეობამდე და ასე ვთქვათ ამითი მოიგონ მოსახლეობის გული, მაგრამ საქმე იმაში არის რომ თვითონ ეს ფაქტი რომ ამდენჯერ უწევთ თავისივე ნათქვამის გადაკეთება, დაზუსტება, ჩასწორება და უარყოფა ნიშნავს იმას რომ მთელი პროცესი არის ძალიან ქაოტური, გზადაგზა აკეთებენ რაღაცა სახის დამატებებს ღმერთმა დაწუნებული ეს თქვენს ეთერში ადრეც თქვი და ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ თავად განათლების სამინისტრო ხშირ შემთხვევაში არ იცის რისი გაკეთება მოუწევს მას მეორე და მესამე დღეს იმიტომ რომ ეს არ არის სამუშაო ჯგუფის მიერ ექსპერტების მიერ კაფიოდ შემუშავებული რეფორმის გეგმა მას არ ახლავს თან არც კაფასება არც სამოქმედო გეგმა ეს არის აკვიატება და აქვე ვიტყვი რომ ეს ფაქტია რომ ეს არის პრემიერის აკვიატება მისი პირადი პროექტია ასე ვთქვათ რომლის გამართლება და რომლის განხორციელებაც ახლა უწევს განათლების სამინისტროს ზვიად გაბისონი ამ შემთხვევაში უნდა შეგეცოდოს წესით ადამიანს იმიტომ რომ ამხელა კაცს კი ბატონო ამხელა კაცს უწევს ხო ამხელა კაცს 3 უნივერსიტეტის პროფესორს უწევს ახლა თავისივე ნათქვამის ჩანაწერი არსებობს ხო ვიდეო არსებობს ყველა მოვისმინეთ ეს სიტყვები არა უწევს ამის გადაკეთება და თავის მართლება და მე აქეთ შეტევაზე გადმოსვლა თქვენ კარგად ეს ყველაფერი ვერ გაიგეთო რა დღეში ყრიან თავისივე თანამდებობის პირებს, რომელთა რეპუტაციასაც აბსოლუტურად არ უფრთხილდებიან და ეს არის იმის მაგალითი, რამდენად გაუმჭვირვალე, მოუფიქრებელი, არაკომპეტენტური პროცესია და შესაბამისად ძალიან საშიშია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ჩქარჩქარა ხდება, ეს ნახეთ, დაჩქარებული წესით განიხილა დღეს პარლამენტმა ეს ცვლილებები, ანუ ყველაფერი ხდება ძალიან სწრაფად და ამავე დროს ბარემ ვიტყვი, დღეს პარლამენტში ამ განხილვაზე ძალიან საინტერესო მომენტი იყო. ამილახვარი რომ იყო ჩვენი განათლების მინისტრი, იმდენად ხშირად იცვლებია რომ შეიძლება არც გახსოვს, მაგრამ ამილახვარს ჰქონდა ეს ინიციატივა, რომ ონლაინ სწავლებაზე, ონლაინ სწავლების კონცეფცია უნდა დამუშავებული იყო 2026 წლის 1 იანვრამდე. და დღეს იგივე გაბისონია ამბობს, რომ ონლაინ განათლების კონცეფციის დამუშავება ძალიან შრომატევადი და რთული პროცესი აღმოჩნდაო და თუ შეიძლება გადაგვივადეთ და 2028 წლის 1 იანვარს დავამტკიცებთ ამასო. შედავოცვილო თუ ონლაინ სწავლების კონცეფცია არის რთული და დამატებით 2 წელიწადს საჭიროებს ამხელა განათლების სისტემის მთლიანად ამოყირავება ამდენი ცვლილების შემოტანა უფრო მეტ დროს არ საჭიროებს და აქ რატო ვჩქარობთ ესე ძალიან ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი განათლება ამ შემთხვევაში არის უბრალოდ მძევალი აი ამ პოლიტიკური პროცესისა რომლის ამოცანაც არის დაგვაცილოს ჩვენ ევროპას ქვეყანა მოხდეს იზოლაციაში და რაც შეიძლება დაბალკვალიფიციური იაფი მუშახელით მომარაგდეს ჩვენი შრომის ბაზარი ხო, კი ბატონო